დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ვაკის პარკში დილიდან ხალხმრავლობა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანებმა. ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავის აღსანიშნავად დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში ეგრეთ წოდებული ღამის მგლების წევრები მივიდნენ. მარიამ სეთურიძე იმყოფება ადგილზე და ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მარიამ, გისმენთ. დიახ, თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან სრულიად მოულოდნელად გამოჩნდნენ რუსი ბაიკერები, რომლებმაც როგორც თვით ჩვენთან საუბარში განაცხადეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, მათ არ აქვთ ისინი არ მოსულან რაიმე მანიფესტაციის გასამართად. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თავდაპირველად საქართველოში შემოვიდნენ ჯერ კიდევ აპრილის თვეში და თუ რაიმე დარღვევა იქნებოდა საზღვარზე, მას გააჩერებდნენ. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ სრულიად ლეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. ჩვენ პოლიტიკოსებს ვკითხეთ მათ მოსვლასთან დაკავშირებით აზრი. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვისაც ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი წაკითხული აქვს, კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ სტუმარს არ უნდა დავხვდეთ ცუდად, ხოლო გია ვოლსკი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ადამიანების რეაქცია, ირგვლივშეკრებილი ადამიანების რეაქცია მათ მოსვლასთან იყო სრულიად ადეკვატური. ჩვენ არ შეგვეძლო აქ არ მოვსულიყავით. დღეს ბოლო დღეა აქ ყოფნის მივემგზავრებით. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ბრძოლაში დაიღუპა. პოლიტიკა არაფერ შუაშია. აქ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ პატივი მივაგოთ ბაბუებს, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ძალიან საამაყოა ის, რაც მათ გააკეთეს. გადაარჩინეს მთელი მსოფლიო. მე მხარს უჭერ ღამის მგლებს, ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ პატივისცემა გამოვხატოთ ცოცხალი და გარდაცვლილი ვეტერანების მიმართ. თქვენ რაიმე სხვა აზრი გაქვთ ჩვენ შესახებ? რა პოლიტიკა? ნუ თუ არ მისმენთ, რას ვლაპარაკობ? ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვებს მისვამთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ იმისთვის მოვედით, რომ ბაბუებს პატივი მივაგოთ. ეს ორიერი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდა. სტუმარ მასპინძელი საქართველოში მე მგონია ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება მაშინ ისიც, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. და როცა ადამიანი ჩვენთან ჩამოდის იმისათვის, რომ პატივი მიაგოს იმ 300,000 რჩეულ ქართველ ვაჟკაცს, რომელიც დაიღუპა დიდი სამამულო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იმ ადამიანებს შეხვდე კითხვის ნიშნებით და პროტესტით, ეს ქართველისათვის არის შეუფერებელი საქციელი. ნაწილის უკმაყოფილება, ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს რაღაც გარკვეულად ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპოებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნისა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე წელსაც აღინიშნება ვაკის პარკში. აქ დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანები, რომლებმაც გაიხსენეს ომის დროინდელი ისტორიები, ასევე ყვავილებით შეამკეს დაღუპული ჯარისკაცის საფლავი. აქვე გეტყვით იმას, რომ დღესვე პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. აქ იმყოფებოდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი. ულოცავ საქართველოს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლის თავს. საქართველომ ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. 100,000-ობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენ ქეთს ვიხრით მათი სახელების წინაშე და ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებს ამ გმირობით. ძალიან დიდია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ერთიანობისთვის გააკეთეს ყველაფერი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო მსოფლიოში. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დღეს შემორჩენილი იმ ადამიანების, რომლებიც ამ დიდ გამარჯვებაში იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ერთიანობისთვის და მშვიდობისთვის. ერთად ვიხსენებთ იმ ადამიანებს, მათ ღვაწლზე ვსაუბრობთ. მეორე მხრივ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ჯანმრთელად არიან, ულოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან ლამაზი და მნიშვნელობით დატვირთული დღე არის, დღე, როდესაც წლების წინ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა არა
რომელიმე კონკრეტულად ცალკეაღებული სახელმწიფო წინააღმდეგ, ფაშიზმის წინააღმდეგ და მოიპოვა ისტორიული გამარჯვება და მიხარია, რომ უამრავი ვეტერანი, უამრავი ქართველი ვეტერანია დღეს აქ მოსული და მე მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, სიცოცხლე, ისეთი როგორიც მათ სურთ. აუცილებლად ყოველდღიურად მოვდგარ, რომ პატივი მივაგოთ იმ ამხანაგებს, ვინც იბრძოდა ჩვენ სავით იბრძოდა საბჭოთა კავშირის საქართველოსათვის. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ვეტერანები ერთჯერადად მიიღებენ სოციალურ დახმარებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო ადამიანები, რომლის ოჯახის წევრიც დაიღუპა სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს, მათ 300 ლარით დაეხმარებიან. გეტყვით იმას, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ფაშიზმის დამარცხების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, ხოლო კონცერტის დასრულების შემდეგ უკვე ვეტერანებს გაუმასპინძლდებიან სადილით. მადლობა მარიამ, ვაკის პარკიდან მარიამ სეთურიძე გვერდთვებოდა.